შენი სული მხოლოდ შენ გეკუთვნის. ცხოვრება ხშირად გონია დიდი ჭადრაკის დაფა, სადაც გარემოებები, სოციალური ნორმები ან ძლიერნი ამა ქვეყნისა ჩვენი გადაადგილებით ერთობიან. ჩვენგან მოითხოვენ საკუთარ შინაგან ხმას დაუწიოთ, რომ სხვების ხმაური არ გადავფაროთ. თუმცა ამ ქაოსში არსებობს ერთი ხელშეუხებელი ციხესიმაგრე, ერთი წმინდა სივრცე, სადაც არავის აქვს შეღწევის უფლება. ეს შენი სინდისია. შენი სული მხოლოდ შენი სადარაჯოა, ეს ნიშნავს, რომ არც ერთ ბრძანებას, არც ერთ ფრაზას ასე იყო საჭირო და არც ერთ ეპოქალურ სირთულეს არ აქვს ძალა წაგართვას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. როცა სოციალური სპექტაკლის ფარდა დაეშვება, დღის ბოლოს თუ დასაწყისში, სარკის წინ მარტო დარჩები. იქ აღარ იქნებიან შენი უფროსები, მეგობრები, კრიტიკოსები ან გულშემატკივრები. იქ მხოლოდ შენ იქნები და ის სიმართლე, რომლითაც იცხოვრე. დილით მხოლოდ საკუთარ თავს უნდა გაუსწორო თვალი. ეს არის ყველაზე რთული გამოცდა, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად აბარებს. თუ შენს შინაგან სიმართლეს უღალატებ, სამყაროს თვალში შეიძლება გამარჯვებული, წარმატებული და დაფასებული ჩანდე, მაგრამ საკუთარ სულში დევნილი და უცხო იქნები. სხვისი მოლოდინების ტყვეობაში გატარებული ცხოვრება ყველაზე მძიმე ტვირთია, რომლის ტარებაც ადამიანს უწევს. იყავის შენი თავის ერთგული, არა იმიტომ, რომ ეს ადვილია, არამედ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი გზაა. ნამდვილი ხელშეუხებელი თავისუფლებისთვის. თავისუფლება არ არის იქ, სადაც აკეთებ იმას, რაც გინდა. თავისუფლება იქაა, სადაც არ აკეთებ იმას, რაც შენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. საბოლოო ჯამში ჩვენი ღირსება არ იზომება იმით, თუ რამდენად კარგად ვითამაშეთ სხვის მიერ დადგენილი წესებით, ან რამდენი ტაში დავიმსახურეთ. იგი იზომება იმით, თუ რამდენად შევძელით საკუთარი სინათლის შენარჩუნება მაშინაც კი, როცა სიბნელეში ყოფნა უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო ჩანდა. შენი სინდისი არის ერთადერთი კომპასი, რომელიც არასდროს ცდება, თუ მას ყურს დაუგდებ. ნუ მისცემ სამყაროს უფლებას დაგარწმუნოს, რომ შენი ხმა არაფერს ნიშნავს. შენი ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ ისაა, რომ დღის ბოლოს, როცა შენს ანარეკლს შეხედავ, არ მოგიწიოს თვალების არიდება. დარჩი შენი თავის ერთგული ბოლომდე ყოველთვის.